დღეს ქუთაისში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. ბაგრატის ტაძარში ღვთისმსახურება ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა ჩაატარა. გარდამოხსნა წითელ პარასკევს მწუხრის მსახურებაზე სრულდება. ქრისტიანული მოძღვრებით ეს რიტუალი არის უდიდესი გლოვის და იმავდროულად აღდგომის მოლოდინის სიმბოლო. დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები მკაცრ მარხვას იცავენ და წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც სიმბოლურად ქრისტეს სისხლს განასახიერებს. ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა და სასწაული, თუმცა მაღაშულა, როდესაც ჯერ მისი შობით, შემდგომ მისი გამოცხადებით მოწაფეებთან და ეს დღე, როდესაც უფალი გარდამოვიდა ქვეყანაზე ჩვენი ხსნისათვის, მაგრამ მანამდე ვინც გარდაიცვალა ადამიანები, ჯოჯოხეთად იყვნენ ჩასული, მათი ხსნისათვის გამოვიდა და მას როგორც კაცობრიობის ბუნების ტვირთელს უნდა ეტვირთა სიკვდილით. დევნა, უსამართლობა, რათა იქ ყოფილი ჩასულიყო და მათით ეხარებინა წინვალი აღდგომა და ხსნის დასაწყისი მათი. ეკლესია მართლმადებელი საუკუნეებია ასრულებს ამ მსახურებას, რათა ჩვენც თანაზე არ ვიქნეთ ყველგან ღვთისმშობლისა მოციქულებს, რომელსაც ხედავდნენ თავის ღვთაებრივ ძეს და თავის მოძღვარს, უფალს, ჯვარცმულს და ხილს. ანუ ჩვენს თანაგრძნობა გვაქვს.